ქართველები, რომლებიც რუსულ სამსახურში იდგნენ და მოსკოვის ბრძანებებს ასრულებდნენ, უწოდებდნენ დასავლეთის აგენტებს, იმპერიალიზმის აგენტებს, ევროპული ბურჟუაზიის აგენტებს, დღესაც ზუსტად სიტყვასიტყვით, ანუ არაფერი არ იცვლება, რაღაც მსგავსებაზე კი არ არის საუბარი, ანუ ვისზე მოდის ეს პასუხისმგებლობა? ჩვენ რა შეიძლება გავაკეთოთ? ეს რომ მაშინ მომხდარიყო ეს ილუსტრაცია 90-იან წლების დასაწყისში, შეიძლება ბევრ უბედურებას გადარჩენილიყო ეს ქვეყანა. რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე? თავარი მიზანი საბოლოოდ დასკვნა შეგვიძლია თქვა აი ამ სივრცეების ჩაკეტვის არის ზუსტად ის, რომ საქართველოს მოსახლეობა, ქართული საზოგადოება, მომავალი თაობები განსაკუთრებით დარჩენ აი ამ ესე ვთქვათ იმუნიტეტის გარეშე, რაც ძალიან კარგად დაიცავდა რუსული პროპაგანდისტული ესე ვთქვათ ანკესებისგან და საცეცებისგან. გამარჯობა, თქვენ უყურებთ პოდკასტ აი გამოსავალის მორიგ ეპიზოდს. დღეს ვისაუბრებთ მტრის სასარგებლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გადაწერის და დამახინჯების მცდელობებზე, რაც სამწუხაროდ ბოლო დროს არც ისე იშვიათად ხდება. ჩვენი სტუმარი არის სოვლაბის მკვლევარი დავით ხვადაგიანი, რომელიც აგვიხსნის, რა შეიძლება გავაკეთოთ ყველამ ერთად იმისათვის, რომ აღარ იყოს სადავო სინამდვილეში ვინ დაიწყო ომი, სინამდვილეში ვინ არის მტერი და მოღალატე და როგორ უნდა მოვიქცეთ თუ პროპაგანდა ცდილობს რომ ტყუილი ისტორია დაგვაჯეროს. დავით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის პირველ რიგში და ჩვენთან კი ბატონო, მადლობა. სამწუხაროდ ეს თემა გახდა ძალიან აქტუალური ბოლო დროს და თავიდან მინდა გითხოთ თქვენ როგორც მკვლევარს, ალბათ ეს ამბავი ისტორიის დამახინჯება არ არის თქვენთვის უცხო და შეიძლება არც გიკვირთ, რომ ახლაც ცოცხალია პროპაგანდის ეს მეთოდი. მაგრამ უკვირთ მაინც ეს რიგით მოქალაქეებს და აბრაზებთ, რომ ესმით მაგალითად ერთგვარი უტიფარი განცხადებები, რომ ქართველი გმირები, თურმე გმირები არ ყოფილან და თურმე ქვეყნის სიყვარულს კი არა რაღაც პერსონალურ ახირებებს შეეწირნენ და ეს თემა საკმაოდ მტკივნეულია. ჩვენი საზოგადოებისთვის პირდაპირ რომ თქვათ. თქვენ როგორც მკვლევარი როგორ აღიქვამთ ამ მოვლენას და რა შეიძლება უთხრათ ამ გაბრაზებულ მოქალაქეებს, რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე? პირველ რიგში მოგესალმებით. ხო, ეს შეიძლება იმ ადამიანისთვის, ვინც პროპაგანდის კვლევაზე მუშაობს, ძალიან მარტივი იყოს, თუმცა ხო აუცილებელია საზოგადოების ფართო მასებამდე მივიტანოთ ეს მესიჯი თუ რასთან გვაქვს საქმე. ხო, ეს არ არის უკვე ბევრი ადამიანი ხვდება ისედაც, რომ ეს არ არის რაღაც ახალი გამოგონილი მეთოდი, ხო, ეს არის გამბრძობითი რაღაც ესეთი პროცესი და ეს მეთოდები მრავალჯერ არის გამოცდილი და დატესტილი, შეიძლება ეთქვა ჩვენ საზოგადოებაზე, ეს არის დაკავშირებული პირველ რიგში ისეთ შორეულ ამბებთან, შეიძლება ისტორიისთვის ეს არ იყოს ძალიან შორე ამბავი, რაც 1921 წლის საბჭოთა რუსულ ოკუპაციას ეხება, თუმცა ჩვენ თანამედროვე საზოგადოებისთვის მეხსიერების თვალსაზრისით, ემოციური თვალსაზრისით ძალიან შორე არის, რა თქმა უნდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სადმე წავიდა ეს ამბები, რეალურად ის პროცესი რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, დაწყებული არის ზუსტად აი ამ პერიოდიდან, ხო, რაც ეხება ოკუპაციას. ხო, კიდევ გავიმეორებ, რომ შეიძლება ადამიანისთვის ემოციურად ეს იყოს ძალიან შორეული წარსული, მაგრამ ეს არის ერთი პროცესი მოყოლებული 1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციიდან, ის რაც გრძელდება დღეს. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებას ნებისმიერი საბჭოთა სახელმწიფო პროპაგანდისტული ნაშრომი რომ ნახოთ, საბჭოთა ხელისუფლება, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი და მათი პროპაგანდის მანქანა აბრალებს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ანუ შავი თეთრზე წერია, ანუ ხშირად იცვლებოდა ეს მეთოდები პროპაგანდის საბჭოთა სინამდვილეში, თუმცა ეს საკითხი წითელ ხაზად გასდევს მთელი საბჭოთა პერიოდის, ესე ვთქვათ, პროპაგანდას, ანუ მთელი 70 წლის მანძილზე 1921 წლიდან მოყოლებული, ვიდრე 1999 წლის 9 აპრილის შემდეგ კრახი არ განიცადა და არ ჩამოიშალა ეს საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა პირდაპირ მნიშვნელობით, მანამდე შავი თეთრზე მუდმივად წერდნენ და თაობებს ასწავლიდნენ ამას, რომ საქართველოს მენშევიკურმა ხელისუფლებამ, ანუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ იყო არჩეული და ის ესე ვთქვათ, წყობრი ნაბიჯებით მიდიოდა დასავლეთისკენ და ერთი ნაბიჯი აკლდა შეიძლება ითქვას დასავლურ სტრუქტურებში მაშინდელი ერთად რიგაში გაწევრიანებისთვის და ასე ვთქვათ, მოდერნიზაციის გზაზე დააყენა ქართული საზოგადოება და სახელმწიფო, რომელიც
მაშინ შეიქმნა ესე თქვა თანამედროვე ქართული სახელმწიფო. აი ამ სახელმწიფოს ბრალსდებდა საბჭოთა რუსული პროპაგანდა, რომელსაც რა თქმა უნდა ქართველი რუპორები ახმოვანებდნენ აქ, რომ ომი დაიწყო საქართველოს მენშევიკების პროვოკაციების შედეგად და ესე ვთქვათ მათი ჩაგორელური და ესე ვთქვათ ტირანული მმართველობის შედეგად აჯანყდა ხალხი, ესენი დაესხნენ ეს მენშევიკები ამ აჯანყების დაწყებამდე თავს რუსული სამხედრო ნაწილების ესე ვთქვათ სასაზღვრო ნაწილების ჯარისკაცებს და ასე დაიწყო ეს ომი. ანუ ამას ასე ვთქვათ პროპაგანდირებდა საბჭოთა რეჟიმი წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, შემდეგ გვიანდელ საბჭოთა პერიოდში, რომელიც რაღაც თვისობრივად განსხვავდება მაინც სტალინური პერიოდისგან და უფრო ესე ვთქვათ შერბილებული არის ბევრი რამ და ბევრი რამ დავიწყებულიც აქვს საზოგადოებას. ამ პერიოდშიც კი ეს ესე ვთქვათ პროპაგანდისტული მესიჯი არ შეცვლილა, ანუ თაობები, მათ შორის ისტორიკოსები და ის ესე ვთქვათ სპეციალისტები, რომელიც ასე ვთქვათ ისტორიასთან ახლოს არიან მომიჩნევი ასე ვთქვათ სპეციალობებია, სწავლობდნენ, რომ საქართველოს მენშევიკურმა ხელისუფლებამ დაუწყო საბჭოთა რუსეთს ომი, რომელიც წაქეზებული იყო დასავლელი იმპერიალისტების მხრიდან. ანუ 1920-იან წლებშიც და შემდეგ უკვე 50-იან წლებიდანაც ამ საბჭოთა პროპაგანდა ამბობდა რას, რომ ფრანგი და ბრიტანელი იმპერიალისტების წაქეზებით საქართველოს ასე ვთქვათ საომარ პლაცდარმს გზნიდა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ სოციალიზმის და საბჭოთა ხელისუფლების გასანადგურებლად და ამიტომ საქართველოს არის ომის დამნაშავე, ხო, ანუ საქართველოს მენშევიკური ხელისუფლება ასეთი არ ამბობდნენ რომ საქართველოა დამნაშავე, იმიტომ რომ საქართველოს უკვე საბჭოთა რესპუბლიკაა და მან თავი დააღწია დასავლელ იმპერიალისტებს, მაგრამ მისი მენშევიკური ხელისუფლება, რომელიც ემსახურებოდა დასავლელ იმპერიალისტებს, იყო ამ ომის დამნაშავე. ანუ ამას სამწუხაროდ მაშინ არანაირი კონტრარგუმენტები არ უპირისპირდებოდა, იმიტომ რომ ეს სივრცე მთლიანად ჩაკეტილი იყო. დღესაც რუსული რეჟიმი ზუსტად ამას ცდილობს, რომ საინფორმაციო სივრცე საბოლოოდ ჩაკეტოს ისე, რომ პასუხიც კი არავინ არ გასცეს აი ამ საშინელ პროპაგანდას და ესე გაიარა საბჭოთა რეჟიმის, საბჭოთა რუსული რეჟიმის, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა დიდი ხნის განმავლობაში აი ამ ისტორიამ, რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გასდიოდათ მათ. ახლა 90-იან წლების ასე ვთქვათ რაც ეპიზოდებიც ზუსტად აი ამის გადამღერება არის, მაგალითად მას შემდეგ რაც 1991 წელს კანონიერად არჩეული ხელისუფლება დაამხეს ასე ვთქვათ რუსული გავლენის ძალებმა, რომელთაც პირდაპირ ასე ვთქვათ ხარც უჭერდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, ზუსტად აი ამ გაზეთებშიც, რომელიც მაშინ გამოდიოდა რომ ჩაიხედო, ზუსტად იგივე მესიჯებს ატრიალებენ, პირიქით მსხვერპლი გამოყავთ დამნაშავედ, მსხვერპლი გამოყავთ ომის დამწყებად და ომის გამჩაღებლად და თვითონ არიან ასე ვთქვათ შვიდობის ასე ვთქვათ დამკვიდრებლები, შვიდობის წრედები და ეს ასე ვთქვათ საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ძალიან მასშტაბური ომი თავისი ასე ვთქვათ მასშტაბებით დასრულდა და საქართველოს გადარჩა მაშინ, მაგრამ ჩაირთო ამავდროულად ეს ძალიან გამოცდილი ბრუტალური პროპაგანდის მანქანა, რომელიც აი ომის დასრულებიდან ძალიან მცირე ხანში იწყებს ისევ იმ პროპაგანდას, რომ ომი საქართველოს დაიწყო. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ამას საერთაშორისო გარემოც და ასე ვთქვათ გარკვეული ასპექტებიც ხელს უწყობდა, მაგრამ ის საინფორმაციო, ასე ვთქვათ, სამუშაო, რაც რუსულმა პროპაგანდამ ჩაატარა და მას შემდეგ რაც ეს პროპაგანდა უკვე ძალას იკრებს, რაც ხელისუფლებაში მოდის ქართული ოცნების ხელისუფლება 2012 წლის შემდეგ ეს ფაქტობრივად სამთავრობო პროპაგანდა გახდა. ნუ სამწუხაროდ ეხლა ადამიანებს, რომელსაც ძალიან ჰქონდათ ყურადღება მოდუნებული და ძალიან იმოქმედა ამ რუსულმა პროპაგანდისტულმა მესიჯებმა, ბევრი რამდენიმე წელია ხვდება, რომ ჩვენ ომი არ დაგვიწყია, რა თქმა უნდა ეს სრული აბსურდი არის, რომ საქართველოს ომი დაუწყოს რუსეთს და თავს დაესხას რუსეთს, ხო, ეს შეუძლებელი არის, ფიზიკურად შეუძლებელი იყო. მაშინაც საქართველოს თავდაცვით მდგომარეობაში
იმყოფებოდა, თუმცა სამწუხარო არის ზუსტად ის ფაქტი, რომ რუსულმა პროპაგანდამ მოიგო ფაქტობრივად მთელი 10 წლეული, როცა მას მოპასუხი არ ყავდა და ეს მესიჯები, ესე ვთქვათ, ძვალბილში გაუჯინეს მთელ საზოგადოებას და დღეს ძალიან რთული არის ამ ყველაფრის, ესე ვთქვათ, უკან შეტრიალება. დავით, ბოდიში შეკატყვეტნებ, თქვენ წეგან ახსენეთ, რომ აი გასული საუკუნის 20-იან წლებში არ ყავდა ამას შემპასუხებელი, ანუ ეფექტური გამოდგა მაშინ ეს პროპაგანდა და რა მიზანიც იყო, რომ ხალხს დაეჯერებინა ის, რაც სინამდვილეში არ მომხდარა, ამ მიზანს მიაღწიეს, მაგრამ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ახლაც ამ საუკუნეში, როცა საინფორმაციო ველი არის ესეთ მრავალფეროვანი, ყველას აქვს წდომა ინტერნეტზე, ხო, რა ვიცი, ყველა სოფელში მათ შორის და უფროს თაობასაც, უმცროსაც, ეს პროპაგანდა მაინც თქვენ ფიქრობთ, რომ არის აშიში და იმუშავებს წარმატებით და შეიძლება რომ მოვიდეს დრო, ან ახლაც არსებობდეს ადამიანები, ვიზეც იმოქმედოს ამ ტყუილმა და დაიჯერონ, რომ სინამდვილეში ომი საქართველოს დაიწყო? ხო, როცა წინა საუკუნეებზე ვსაუბრობთ, ახლა ჩვენ გულისხმობთ თანაბარ პირობებს, ესე ვთქვათ, როცა მოპასუხი არის თანაბარ პირობებში, ხო, თუმცა რა თქმა უნდა, ქართული ემიგრაციაც, პოლიტიკური ძალები, როგორც არალეგალური გზებით, ისევე საზღვარგარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავდნენ, ხო? აი ამ და სხვა, ასე ვთქვათ, რუსული პროპაგანდისტული მესიჯების გასანეტრელად, თუმცა ამას გულისხმობთ საჯარო სივრცეში, რა თქმა უნდა, არ არსებობდა ეს თანაბარი დისკუსიის შესაძლებლობა. პირდაპირ, ასე ვთქვათ, მაშინ პირდაპირ ასე ხდებოდა ჩაჭრა ამ საინფორმაციო არხების, მაგრამ ნუ დღეს კი ვამბობთ, რომ ინტერნეტი არსებობს, მაგრამ ანუ არსებობს ახალი მეთოდებიც, რასაც რუსული პროპაგანდა იყენებს. თუ მაგალითად ერთი საუკუნის წინ რაღაც მასალებს არქივში გამოკეტავდა, აი 9 კლიტულის მიღმა ჩაკეტავდა და ასე შემდეგ, დღეს პროპაგანდა და ეს ჰიბრიდული ომის მანქანა ამას სხვა საშუალებებით ახერხებს, ხო? ან დეზინფორმაციის, ესე ვთქვათ, ნიაღვარი ხშირად ფარავს ხოლმე რაღაც ობიექტურ სიმართლეს, ობიექტურ ფაქტებს და ანუ ამ რაღაც ობიექტური ფაქტის მოძიება საზოგადოებისთვის, კონკრეტული პერსონისთვის, ადამიანისთვის არის ძალიან რთული, თუ მას არ აქვს გამოცდილება, თუ მას არ აქვს ცოდნა, როგორ მოიძიოს აი ამ დეზინფორმაციის ნიაღვარში ზუსტი ინფორმაცია. ხო, ეს არის გამოწვევა, რა თქმა უნდა, და დღეს პროპაგანდისტული, ესე ვთქვათ, არხები, პროპაგანდისტული მანქანა, ეს რუსული ჰიბრიდული ომის მანქანა, ზუსტად აი ამით სარგებლობს, მისივე შექმნილი აი დეზინფორმაციული ველი, დეზინფორმაციის ნიაღვარით ხშირად ხდება, რომ ის ფაქტები, რომელიც სინამდვილეს შეიცავს და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის, არის დამალული და ასე ვთქვათ, კადრს მიღმა თუ ფარდის მიღმა დარჩენილი. აი რა შეიძლება აი მარტივად რომ გვითხრათ, რაღაცნაირად ჩამოვთვალოთ თითქოს ვისზე მოდის ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ რა შეიძლება გავაკეთოთ? საზოგადოებამ, მედიამ, რიგითმა მოქალაქემ, ვინაც იცის რომ ეს არის რაღაც მტკნარი ტყუილი, როგორ უნდა დავხვდეთ მომზადებული ამ პროპაგანდას, რომ არ იმუშაოს საბოლოო ჯამში? ო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, როგორ გავუწიოთ აი ესეთ, ასე ვთქვათ, მოცემულობაში წინააღმდეგობა აი ამ ჰიბრიდული ომის მანქანას და პროპაგანდის, ესე ვთქვათ, ნიაღვარს, ხო? ნორმალურ პირობებში, იმ შემთხვევაში, როცა საქართველოში იქნება პროდასავლური ხელისუფლება, ეროვნული ხელისუფლება შეიძლება ვთქვათ ეს კარგი გაგებით, მაშინ რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავის თავზე აი ძალიან ძიმე, რა თქმა უნდა საზოგადოების თანადგომით, მაგრამ ძალიან ძიმე, ასე ვთქვათ, ბრძოლის სადავებს, ხო, რითაც დაუპირისპირდება რუს პროპაგანდას. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რა არის, ესე ვთქვათ, ის კომპონენტები, რითაც უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფო. მოდით ასე ვქნათ, ჯერ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, თქვენ რასაც ახლა საუბრობთ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, მაგრამ თან საუბრობთ, ხო, ეხლა აი მოცემულობაში, როცა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არის გამტარი პირდაპირ რუსული პროპაგანდის და პირიქით ის აძლიერებს ამ რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს. ამ შემთხვევაში ვისზე არის, ხო? ანუ საზოგადოებაზე არის თავარი ტვირთი, თავარი სიმძიმე გადმოსული საზოგადოების რა ნაწილზე, ხო? ეს არის პირველ რიგში მედია და შემდეგ, რა თქმა უნდა, სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც
რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან. ხედავთ ხო, როცა ვსაუბრობთ ინფორმაციის გავრცელებაზე და ამ პრობლემებზე წინა საუკუნეში და დღეს ვთვლით, რომ ეს მოცემულობა ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია, არც ესე ცალსაღად არ არის საქმე, ხო? ანუ რუსული რეჟიმი პირდაპირ ცდილობს და მის მთავარი სამიზნე არის მედია, რომ თავისუფალი მედია იქნეს ჩახშობილი, მათი ხმა იქნეს ჩახშობილი, იქნენ განადგურებული პირდაპირი მნიშვნელობით და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც არ იყვნენ დამოკიდებული, ესე ვთქვათ, ბიუჯეტზე და არ იყვნენ საბიუჯეტო ორგანიზაციები, არ იყვნენ, ასე ვთქვათ, მთავრობის ნებაზე დამოკიდებული და ისინი აკეთებდნენ იმას, რაც მიაჩნდათ სწორად და ასე ვთქვათ, სინდისიერად და სასარგებლოდ ამ ქვეყნისთვის. ზუსტად აი ამ ორგანიზაციებზე მოდის თავარი წნეხი და დარტყმა, უცხოეთის აგენტებად, ასე ვთქვათ, გამოცხადება როგორც წინა საუკუნეში ხდებოდა და ეს კიდევ უნდა გავიმეოროთ, რომ არის ზუსტად იმ ერთი პროცესის სხვადასხვა რგოლები, აი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლები, თუმცა მთლიანობაში ეს ერთი და იგივე, ესე ვთქვათ, ხაზი და ერთი და იგივე ჯაჭვი არის, როგორც 20-იან წლებში 30-იან წლებში წინააღმდეგობის მებრძოლებს, იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის, დემოკრატიზაციისთვის, დასავლური ინტეგრაციისთვის იბრძოდა და ცივილიზებურ სამყაროში ინტეგრაციისთვის იბრძოდა საბჭოთა რუსული რეჟიმის წარმომადგენლები, ქართველები და არა რუსები პირდაპირ, ანუ ის ქართველები, რომლებიც რუსულ სამსახურში იდგნენ და მოსკოვის ბრძანებებს ასრულებდნენ, უწოდებდნენ დასავლეთის აგენტებს, იმპერიალიზმის აგენტებს, ევროპული ბურჟუაზიის აგენტებს, დღესაც ზუსტად სიტყვასიტყვით, ანუ არაფერი არ იცვლება, რაღაც მსგავსებაზე კი არ არის საუბარი, ანუ პირდაპირ, ასე ვთქვათ, აი იმ პროპაგანდის და იმ, ასე ვთქვათ, ბრძოლის მეთოდის გადამღერება, რითაც, ასე ვთქვათ, ის ტერორისტული საბჭოთა რეჟიმი ებრძოდა 1920-30-იან წლებში, ყველაზე რთულ პერიოდში საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს. მაგრამ დავით, აი ამ პირობებშიც კი, როცა ეს მოცემულობა გვაქვს, ჩვენ აქეთ ამ ხარემ რა უნდა გავაკეთოთ? ანუ უბრალოდ გავბრაზდეთ და დავპოსტოთ, რომ რუსეთი ოკუპანტი და რუსეთი მტერია, თუ აი რა ქმედითი ნაბიჯები არის? ან აქამდე რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ ამ პროპაგანდას ასე არ შემოიღწია? ხო, ეგ საინტერესო კითხვაა და თემაც საინტერესოა, ხო, რა გავაკეთოთ? არის საკმარისი მარტო ვისაუბროთ იმაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია. კი, ისინიც გეტყვიან, რომ ოკუპანტია, ამბობენ, როცა ჩიხში მოამწყდა, გეტყვიან, რომ ოკუპანტია. კი, მაგრამ ბევრი მაგრამ ასე შემდეგ. მოყვება აი ამ კამათს ან დისკუსიას, ესე ვთქვათ, თუ რაც შეიძლება დავარქვათ. მაგრამ ხო, ფაქტია, რომ დიდი დრო გავიდა მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მეც რა ვიცი, ბევრ ჩვენგანს ძალიან კარგად შეიძლება გვახსოვდეს ის პერიოდი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს გულისხმობ, 17 წელი გავიდა, დიდი დრო არის ეს ადამიანის, ესე ვთქვათ, მეხსიერებისთვის. მაინც ბევრი ფაქტი დაიკარგა, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ახლა რაც მაგალითად მოგვეთხოვება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, მედიებს ამ შემთხვევაში არის რა, რომ ხშირად კონცენტრირდეთ დეტალებზე, ხშირად ჩავიდეთ ძალიან დიდ სიღრმეებში, რაც ამ ომთან არის დაკავშირებული, ის რომ მარტივად ვამბობთ, რომ ომს, რა თქმა უნდა, რუსეთი იწყებს და ეს უკვე არა მარტო საქართველოს მაგალითზე ჩანს ბევრ პროპაგანდის საფუძველი გამოაცხადა ან პროპაგანდის შეიძლება ითქვას რაღაც ნაწილს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და უკრაინაზე თავდასხმამ, მაინც დიდი სივრცე აქვს პროპაგანდას მანიპულაციისთვის და ამ შემთხვევაში ახლა ჩვენი საზოგადოების მედიის ვალდებულება არის რომ დეტალურად გავიაროთ ხელახლა ის ამბები, რაც ხდებოდა 2008 წელს თუ როგორ დაესხა რუსეთი საქართველოს თავს. ეს არ დაწყებულა 7 აგვისტოს, ეს დაიწყო გაცილებით რამდენიმე თვით ადრე დაიწყო ეს ყველაფერი, მას შემდეგ რაც ბუქარესტის სამიტზე საქართველოს სამწუხაროდ არ მისცეს მაპი, ამის შემდეგ ფაქტობრივად რუსეთმა ჩათვალა, რომ მას მწვანე აენთო და იწყებს მეთოდურ მუშაობას საქართველოს ოკუპაციისთვის. ის, ასე ვთქვათ, სამხედრო რკალი, რაც იკვრება საქართველოს შემდეგ, ეს არ არის, ესე ვთქვათ, ეს ინფორმაცია ძნელი მოსაძიებელი, მით უმეტეს პროფესიონალებისთვის, თუ როგორ შემოყავდა რუსეთს არასამშვიდობო მანდატი, ну სამშვიდობოები ცალკე თემაა, მაგრამ მათ ოფიციალური სტატუსი და მანდატი ჰქონდათ მაშინ კონფლიქტის ზონაში და ამის მიღმა როგორ შემოყავდათ სხვადასხვა სახეობის ჯარის ნაწილები, მაგალითად
აფხაზეთში სარკინიგზო ჯარების მთელი, ესე ვთქვათ, გაძლიერებული შემადგენლობა, როგორ, ასე ვთქვათ, აგებდა ინფრასტრუქტურას, ასე ვთქვათ, სრულმასშტაბიანი შემოჭრის მოსამზადებლად, ამას აკეთებდნენ ღიად და დაუფარავად, ეს გაცილებით ადრე ხდება, ვიდრე საბრძოლო საომარი ეპიზოდი არის რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაში და ასევე ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მთელი, ესე ვთქვათ, ისტორია არსებობს, დაწყებული მათი სამეთაურო საშტაბო სწავლებით კავკაზით, რომელიც ტარდებოდა გეგმიური სამეთაურო საშტაბო სწავლება იყო. აი ამ სასწავლების კომპონენტები, მისი გრაფიკი, თუ როგორ მუშაობდა, ასე ვთქვათ, პროპაგანდა თვითონ ჯარისკაცებში, ეს ყველაფერი თავის დროზე გაშუქებული იყო, სამწუხაროდ წლების განმავლობაში ჩაიკარგა და როგორ მოხდა 2008 წელს რა რომ ამ სწავლებიდან პირდაპირ ასე ვთქვათ პოზიციებზე დატოვებული დანაყოფები პირდაპირ იწყებენ იერიშ და შტურმს ასე ვთქვათ საქართველოს საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ხო 2008 წლის 7 აგვისტოს 7 აგვისტომდეც კი არაერთი სამხედრო დანაყოფი იყო შემოყვანილი საქართველოში უკანონოდ და 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო სრულფასოვანი შემოჭრა. ხო ამის ბევრი ასე ვთქვათ, ცნობილი დეტალი არის, რომელიც დავიწყებულია და გაფანტული არის აი ამ საინფორმაციო სივრცეში. ჩვენი ვალდებულება რა ამ ყველაფრის ხელახლა ჩვენება საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეს მოცემულობა დააყენა პროპაგანდამ და აღარ არის საკმარისი მარტო ეს ისტორიული სიმართლე ვთქვათ, რომ რუსეთი არის ყოველთვის ოკუპანტი ყველგან და რუსეთი არასდროს არ ყოფილა იმ შემთხვევაშიც კი ხშირად როცა გონიათ რომ ეს ხერფლი იყო, მაშინაც კი თანამონაწილე იყო ძალიან ბევრი ბოროტი და ასე ვთქვათ, ცუდი პროცესების, ხო? და იმ შემთხვევაში, როდესაც ის პატარა ქვეყნებს თავს ესხმის და მათ ჩაღლებას აპირებს, ხო, ისტორიულად ესე არის, მაგრამ დღევანდელი პროპაგანდის ასე ვთქვათ, პირობებში, რუსული პროპაგანდის პირობებში ამის თქმა მარტო აღარ არის საკმარისი და სხვა ბევრი დეტალზეც არის ასე. თქვენ ამბობთ, რომ ფაქტების მუდმივი გახსენება დეტალებში ჩასვლა და ამით დაპირისპირება შეიძლება იყოს გამოსავალი, მაგრამ როდის ალბათ ესეც არის მნიშვნელოვანი ესეც რომ ავხსნათ. აი ეს უნდა იყოს პროპაგანდის პასუხად, აი ძალიან კონკრეტულად რომ ვთქვათ, ხო, აი მაგალითად გუშინ გავრცელდა ხო ცხინვალის სეპარატისტების განცხადება, რომლებიც დიდი სიხარულით აუწყებენ მოქალაქეებს, რომ თურმე საქართველომ რაღაც თავისით ოფიციალურად განაცხადა ეს აგრესია, რომ მან დაიწყო და ამაზე მოქალაქეები აღშფოთდნენ, თქვენს მოსვლამდეც შემხვდა, ხო, აი გაბრაზებული რამდენიმე პოსტი და ეს არის ერთგვარი რეაგირება, ხო, აი პროპაგანდისტებზე პასუხად ჩვენ რაღაცა მე ერთქვათ ბოლს უშვებ საზოგადოება. ეს ასე უნდა იყოს, თუ ჩვენ უნდა დავასწროთ რაღაცნაირად მომზადება და ნუ პასუხი კითხვაშივე არის, ხო, რომ რეაგირების რეჟიმში არ უნდა ვიყოთ, ხო? უნდა ვცადოთ, რომ არ ვიყოთ მაინც ამ რეაგირების რეჟიმში და პირიქით ჩვენი დღის წესრიგი შევქმნათ, ხო? და ამ დღის წესრიგის შესაქმნად არ გვჭირდება რამის გამოგონება. სიმართლე არის ჩვენ მხარეს. უკვე არსებობს და ქართული საზოგადოების და იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ცივილიზებული სამყაროში დაბრუნებისთვის იბრძვიან, ხო? ანუ ჩვენ მხარეს არის ობიექტურად სიმართლე და ზუსტად ჩვენ უნდა შევქმნათ, ასე ვთქვათ, ეს წინაღობა, რომელიც აი ამ პროპაგანდას და აი ამ მეთოდებს და ამ საცეცებს შეაჩერებს. ხო, რაც შეეხება ხა ცხინვალის სეპარატისტების განცხადებას, ეს ცოტა, რა ვიცი, სასაცილოა, იმიტომ რომ მათი პირით ამას ამბობს მოსკოვი, ხო? ეს არ არის ესე ვთქვათ, უცნობი მეთოდები რუსული, ესე ვთქვათ, ჰიბრიდული ომის პირობებში, არა მარტო საქართველოსთან დაკავშირებით, ანუ მათი პირით ამ შემთხვევაში საუბრობს მოსკოვი, რომელიც ამცირებს საქართველოს, ქართველ ხალხს ამცირებს თავისი, ესე ვთქვათ, წარმოდგენით, რომ მისი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში, ცხინვალის დაბომბვაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ არანაირი ცხინვალის დაბომბვა არ მომხდარა, არანაირი მშვიდობიანი მოსახლეობა, მით უმეტეს 2000 მშვიდობიანი ადამიანი გარდაღუპულა, ეს იყო რუსული პროპაგანდისტული მესიჯები ომის პირობებში და თუ რაიმე, ასე ვთქვათ, იქ სამხედრო დაპირისპირება იყო და ხშირად აჩვენებენ ქართული არტილერიის ალპებს, ესე ვთქვათ, ომის დროს, ესეც მარტივი მოსაძიებელი ფაქტია, რომ ისინი ესწროდნენ რუსულ სამხედრო კოლონებს და მათ, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურას და, ასე ვთქვათ, საწყობებს და არა მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამის გადამოწმება არის ძალიან მარტივი. თუმცა დიდი გამოწვევაა, რომ ეს ყველა ადამიანის და ჩვენი საზოგადოების აქტიური ნაწილის
ესე ვთქვათ, ცნობიერებაში დაბრუნდეს ისევ და მათ საინფორმაციო, ესე ვთქვათ, ველში და სივრცეში ისევ საჭირო ადგილი დაიკავოს, ხო? ანუ ეს გამოწვევა არის, რა თქმა უნდა. დავით, ეს თემა თქვენთვის საინტერესოა, ბუნებრივად გასაგებია თქვენ დაკვირვებით, რეალურად მუშაობს ეს პროპაგანდა, აი თქვენ გარშემო რა შეგინიშნავთ? არ ახსოვთ ადამიანებს 17 წლის წინ ომი რეალურად ვინ დაიწყო და ვერ ხვდებიან, რომ ეს განცხადება სინამდვილეში აბსურდული ტყუილია? ხო, ნუ ახსოვთ ალბათ ადამიანებს, ბევრს ახსოვს, უბრალოდ მოცემულობა არის ის, რომ მთელი რესურსები ამ შემთხვევაში და მნიშვნელოვანი რესურსები არის ზუსტად იმ პროპაგანდის მანქანის ხელში, ანუ de facto ხელისუფლების ხელში და რასაც იყენებს, რა თქმა უნდა. ეხლა ჩვენ რო ვთქვათ, რომ თანაბარ პირობებში ვართ, არ იქნება ეს მართალი, ხო? ანუ მას, ანუ იმ ხარეს, რომელიც დღეს საქართველოს ომის გამჩაღებლობაში დებს ბრალს და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დებს ბრალს, გაცილებით მეტი რესურსი აქვს. ხო, ის არის მთლიანად, ესე ვთქვათ, მას აქვს ხელში ჩაგდებული მთლიანად მთელი სახელმწიფო და ეროვნული რესურსები ამ შემთხვევაში, ხო? და ის ამისთვის იყენებს იმის მაგალითად სხვა რამისთვის იყენებდეს და ეროვნული თავდაცვისთვის და უსაფრთხოებისთვის ხარჯავდეს ამ რესურსებს პირიქით ტრის პროპაგანდის გასავრცელებლად ხარჯავს აი ამ ძალიან მნიშვნელოვან რესურსებს, ხო? ჩვენ არა ვართ ამ შემთხვევაში თანაბარ პირობებში. რა თქმა უნდა, ადამიანების გარკვეული ნაწილი ემორჩილება ამ პროპაგანდას და ამ გარკვეულ ნაწილს ვერაფერს ვერ მოუხერხებთ. ეს მოცემულობა არის და იქნება, რომ ვიდრე აი ამ საქართველოს თავისუფლებისადმი და სახელმწიფოებრივი არსებობისადმი მტრული ძალის ხელში იქნება ეს რესურსები, რაღაც ნაწილი საზოგადოების მოდივად იქნება მოტყუებული ან თავის მოტყუების რეჟიმში, იმიტომ რომ ხო ეს ძალა მუშაობს, მაინც, მაგრამ ჩვენი მიზანი არის რა, რომ კრიტიკულად მეტი საზოგადოების ნაწილი დავარწმუნოთ რაში, უბრალოდ გავახსენოთ რა არის სიმართლე, ხო? ამისთვის ძალიან ძიმე შრომა არის საჭირო, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს. ჩვენი საზოგადოების თითოეული მოქალაქის ვალი არ არის აუცილებელი ის ან მედიის წარმომადგენელი იყოს, ან რაიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი იყოს და ასე შემდეგ. ყველა მოქალაქის მოქალაქეობა არის ყველაზე დიდი სტატუსი, ესე ვთქვათ, ყველა მოქალაქის ვალი არის, რომ ზუსტად აი ეს დეტალები აი ეს სიმართლე გაახსენოს ყველას, თავის მეზობელს, მეგობარს, ახლობელს, სადაც წავა, ისაუბროს აი ამ სიმართლეზე. სიმართლის გამავრცელებელი ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის ზუსტად ის კომპონენტი ამ ბრძოლის, რომელიც ანგრევს ხოლმე საბოლოოდ აი ამ პროპაგანდის ძალიან ძლიერ მანქანებს. მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოქალაქის გაცნობიერებული ვალი, ნებისმიერი მოქალაქის რიგითი მოქალაქე არის ყველაზე მნიშვნელოვანი აი ამ ბრძოლაში და მისი, ესე ვთქვათ, მის მიერ გაცნობიერება იმის, რომ ყოველთვის ყველგან სიმართლე უნდა ესაუბროს, ამ სიმართლის გამავრცელებელი იყოს, ეს ანგრევს საბოლოოდ ძალიან ძლიერ პროპაგანდისტულ მანქანებს და ანგრევს ძალიან ძლიერ რეჟიმებს და ეს არის ისტორიულად გამოცდილი ფაქტი. ამიტომ არავის არ გვაქვს ამ შემთხვევაში უფლება დანებების, ხო? ან ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსი უნდა გამოვიყენოთ რისთვის, რომ ადამიანები დავარწმუნოთ, უბრალოდ გავახსენოთ ის, რაც არის სიმართლე, გავახსენოთ ის სიმართლე, რაც პროპაგანდამ ბევრ მათგანს დაავიწყა და აი ეს ბრძოლა მივიყვანოთ სადამდე, რომ საქართველოს დაუბრუნდეს თავის, ესე ვთქვათ, ბუნებრივ გზას ცივილიზაციისკენ და გახდეს ისევ ამ ცივილიზაციის ნაწილი, რომელიც ჩვენი, ესე ვთქვათ, ისტორიული გზის საბოლოო დანიშნულების წერტილია. ხო, მოკლედ ბევრი საუბარი ალბათ ჩვენება, ფაქტების, დოკუმენტური ფილმი, სამეზობლო იქნება ეს თუ ხო, ნუ უბანი თუ ხო, ადამიანი რომელიც გააცნობიერებს აი ამ მოცემულობას და თავის მოვალეობას, ის ბევრ საშუალებას მონახავს, რა თქმა უნდა, ერთი გადაცემის, ესე ვთქვათ, ქრონომეტრაჟი არ იყოფა, ახლა აი ამ მეთოდების ჩამოთვლას არც არის საჭირო, გაცნობიერებულ ადამიანს ბევრი რამის მოძიება, ბევრი რამის, ესე ვთქვათ, დაგეგმვა შეუძლია თვითონაც დამოუკიდებლად, ხო? და ეს არის კრიტიკულად აუცილებელი პროცესი, რომ ყველამ გაიაზროს, ყველა მოქალაქემ, ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქემ გაიაზროს, რომ თვითონ არის აი ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯარისკაცი შეიძლება ითქვას თავისუფლებისთვის ბრძოლის.
დავით, ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა ალბათ, ვინც არის ამ პროპაგანდის სამიზნე და სხვებსაც ქონიათ იგივე გამოწვევა სხვადასხვა სირთულით. თუ შეგვიძლია გავიხსენოთ რომელიმე ქვეყნის მაგალითი, სადაც წარმატებულად ებრძოდნენ მაგალითად ისტორიის გადაწერის მცდელობას და ეს გამოუვიდათ. ან სახელმწიფოს, საზოგადოებას, ჩვენი მსგავსი, ჩვენი გამოცდილების მსგავსი რომელიმე ქვეყნის მაგალითი თუ შეიძლება რომ ავიღოთ და მე გავითვალისწინოთ. ნუ ამის მაგალითები ძალიან ბევრი არის. უბრალოდ მოძებნაც არ არის საჭირო და ინტერესების შემთხვევაში დაწყებული ესე ვთქვათ შტაზის არქივების ილუსტრაციიდან გერმანიაში და აი ამ მთელი ესე ვთქვათ სამუზეუმო თუ ისტორიული სივრცეების შექმნით რაც საზოგადოებას ამ ტოტალიტარული რეჟიმის არს და შინაარს აცნობს და ეს საგანმანათლებლო რესურსად იქცევა შემდეგ მომავალი თაობებისთვის დაწყებული აქედან უფრო მეტად ესე ვთქვათ აღმოსავლეთ ევროპის ესე ვთქვათ кейსები არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მათ შორის პოლონეთის პოლონური ესე ვთქვათ გამოცდილება განსაკუთრებით იმ მხრივ რომ მათ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ სივრცე რასაც ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი ქვია და ერთ-ერთი ესე ვთქვათ წამომწყები არიან აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების ეს არის ძალიან საინტერესო ისე ვთქვათ ამბავი და ისტორია. რას აკეთებს ეს ინსტიტუტი კონკრეტულად თუ შეგიძლიათ? ხო, იმას აკეთებს, რასაც ჩვენ საუბრობთ, რომ სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, ხო? ანუ საკუთარი ქვეყნის ისტორიის გააზრება, დაფინანსება პირველ რიგში აი ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ ხარჯებს და ძალიან დიდ ფინანსებს მოითხოვს, რასაც ისტორიის კვლევა და მის პოპულარიზაცია და საგანმანათლებლო სისტემაში მის ინტეგრაცია ქვია. და აი ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო კურირებს და რა თქმა უნდა ეს დაკავშირებულია რასთან იმ წარსულთან რომელიც იყო რუსული ოკუპაცია ამ შემთხვევაში არა მარტო რუსული ოკუპაცია მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის რუსული ოკუპაციის და ასე ვთქვათ აი იმ ბლოკში ყოფნის რასაც ვარშავის ხელშეკრულების ესე ვთქვათ ბლოკი ერქვა და ამასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ამბის სააშკარაოზე გამოტანა, ისე თავისუფლებისთვის ბრძოლის, ესე ვთქვათ, ისტორიის აღდგენა და ამის პოპულარიზაცია, ამის საგანმანათლებლო სივრცეში მომავალი თაობების, ესე ვთქვათ, განათლებისთვის, აი ამ სივრცეში ინტეგრაცია, აი ამ კვლევის და გამოცდილების. ნუ ახლა საუბარიც ზედმეტია ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს 90-იან წლებში დაწყებული ილუსტრაციის პროცესიდან და ეს არ გულისხმობს მარტო ესე ვთქვათ კგბ-ს არქივების რაც და კგბ-შნიკების კარტოტეკების ილუსტრაციას თუ ვინ არის ის აგენტი ან კგბ-ს ოფიცერი და შემდეგ ეს გაცილებით ესე ვთქვათ ფართო საკითხი და თემა არის და ყველაზე ერთ-ერთი კარგი გამოცდილება მით უმეტეს პირდაპირ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებობს ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ეს განგრძობითი პროცესი გარკვეულწილად შემდეგ უკვე როგორც თავიდან ვახსენეთ 2006 წელს საქართველოშიც დაიძრა თუმცა სამწუხაროდ სრულფასოვნად ვერ განხორციელდა ეს ესე ვთქვათ რეფორმა და ეს ესე ვთქვათ პოლიტიკა რასაც არქივების საბოლოოდ ილუსტრაცია და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შექმნა თუმცა ეს პროცესი დაწყებული იყო და წესით და რიგით უნდა გაგრძელებულიყო და ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მისულიყო რომ არა პრორუსული ძალების მაშინ მოსვლა ხელისუფლებაში და ყველაზე ესე ვთქვათ კარგი მაგალითი არის რა უკრაინის ამ შემთხვევაში ბოლო მაგალითი შეგვიძლია ესე ვთქვათ უკრაინაში 2015 წლიდან კგბ-ს არქივი არის ფაქტობრივად ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი და ღია არის ეს რას ნიშნავს ყველა ანუ რაღაც მაგალითად ნუ კანონმდებლობით დღემდე გამოთხოვა შეუძლიათ საჯარო ინფორმაციის სახით კანონის დონეზე დღესაც ჩვენც აი ამ გასულ 10 წლეულშიც კი როცა ძალიან ბევრი წინააღმობის გადალახვა გვიწევდა კგბ-ს არქივში რაიმე დოკუმენტის მოსაპოვებლად კანონის დონეზე და ესე ვთქვათ დეკლარირებულად ჩვენთანაც ღია არის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოითხოვოს რა ინფორმაცია არის მასზე ან მის წინაპრებზე დაცული კგბ-ს არქივში თუმცა პრაქტიკაში ეს საერთოდ არ ხორციელდებოდა ანუ ვერც ერთი მოქალაქე ვერ მიაღწევდა მით უმეტეს ვისაც ცოდნა და გამოცდილება არ ჰქონდა იმ ასე ვთქვათ საქმემდე რომელშიც მისთვის საინტერესო ინფორმაცია იყო დაცული ხო ანუ ფორმალურად არის ფორმალურად არის ხო ეს კანონმდებლობა იქნება 2006 წლიდან და
ეს დარჩა ესე, თუმცა დარჩა ისევე, ესე ვთქვათ, ჰაერში გამოკიდებული და ისეთივე უფუნქციო, როგორც მაგალითად თავისუფლების ქარტია, რომელიც კანონის დონეზე ბევრ საინტერესო და აუცილებელ პროცედურებს მოიცავდა, მაგრამ ეს დარჩა, ასე ვთქვათ, ფორმალურად, ბუტაფორიად დარჩა და საბოლოოდ მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, რომ არქივები დაიკეტა, ანუ ეს არის პირდაპირი ტესტი, როგორც დემოკრატიის, ისევე, ასე ვთქვათ, რუსული პროპაგანდის და რუსული გავლენის, ასე ვთქვათ, გავრცელების თვალსაზრისით, ხო? თუ ჩაკეტილი არის საბჭოთა, ანუ რუსული ტოტალიტარული რეჟიმის შემსწავლელი საშუალებები, ანუ არქივები ამ შემთხვევაში, ესე იგი, აქ უკვე არის დასმული ზუსტად ის პრობლემა, ის საკითხი, რომ რაღაც ვერ არის კარგად მინიმუმ. ნუ ან პრიორიტეტი არ არის რაღაც მტრის წარსული საქმიანობის და შენ წინააღმდეგ გადადგმული ჯანსაღ, ესე ვთქვათ, პროცესში ეს შეუძლებელია, რომ პრიორიტეტი არ იყოს რაღაც, ესე ვთქვათ, კუსნაბიჯებით მაინც არ ვითარდებოდეს, როგორც ადრე ეს პროცესი, მაგრამ ეს არის სრულიად შებრუნებული, ასე ვთქვათ, სურათი პირიქით, აი ამის მეთოდურად უკან დაბრუნება და ჩაკეტვა და აკრძალვა ხდება, ხო? ანუ ხშირად მეც ჩემს კოლეგებსაც გვეგონა, რომ ეს, ასე ვთქვათ, წინაღობები, ეს ხაფანგები, რაც აი ამ სისტემას აქვს დაგებული ყველა დაინტერესებული პირისთვის და მათ შორის მკვლევარებისთვის, იყო ერთადერთი რამის გამო, რომ KGB-ს, ასე ვთქვათ, აგენტურის, რომელიც არ არის ილუსტრირებული, რა თქმა უნდა, და მათი თანამშრომლების, ასე ვთქვათ, სინდისის შენახვისთვის, სინდისის ჭყალებში, რა თქმა უნდა, ქონდა სისტემას, მათ შორის ასევე ეროვნულ არქივში ხელმიუწვდომელი ფონდი, რომელიც საბჭოთა საქართველოს, ესე ვთქვათ, რელიგიის საქმეთა რწმუნებულის ფონდს მოიცავს და ის სრულიად ხელმიუწვდომელია, ნუ ქართული სამღვდელოების შესახებ, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო მათ შესახებ ძალიან, ესე ვთქვათ, სენსიტიური ინფორმაციებია დაცული. ხშირად გვეგონა, რომ ამასთან იყო ბევრი რამ დაკავშირებული, თუმცა დროთა განმავლობაში, როცა გამოცდილებას იღება ადამიანი მკვლევარი პროფესიონალები ამ შემთხვევაში, შემდეგ ხვდები, რომ ეს არ არის, რა თქმა უნდა, ამასთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ მეტწილად ეს არის დაკავშირებული რასთან, რომ ეს ყველაფერი, ეს, ესე ვთქვათ, ხელუხლებელი მასალა და ძალიან დიდი მასალა არის ეს, როგორც კომუნისტური პარტიის არქივი, ისე KGB-ს არქივი თუ სხვა საარქივო, ესე ვთქვათ, სივრცეები და ფონდები ჩვენს ქვეყანაში არ მოხდეს განათლების სისტემაში, არ მოხდეს ამათი გადამუშავება, ამათი გააზრება და ის არ ინტეგრირდეს განათლების სისტემაში, ეს არ ისწავლოს ახალმა თაობამ და იყოს სრულიად დაუცველი, ანუ იმუნიტეტის გარეშე იყო, გარეშე დარჩეს აი რუსული პროპაგანდის საწესებთან, ანუ თავარი მიზანი საბოლოოდ დასკვნა შეგვიძლია თქვა აი ამ სივრცეების ჩაკეტვის არის ზუსტად ის, რომ საქართველოს მოსახლეობა, ქართული საზოგადოება, მომავალი თაობები განსაკუთრებით დარჩენ აი ამ, ესე ვთქვათ, იმუნიტეტის გარეშე, რაც ძალიან კარგად დაიცავდა რუსული პროპაგანდისტული, ესე ვთქვათ, ანკესებისგან და საცეცებისგან. ხშირად ჩვენ ვამბობთ, რომ ისტორია მეორდება და ეს ისტორია მართლა მეორდება და არ არის წარმოსახვის პროცესი, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება აი ამ ისტორიის ცოდნით, ჩვენ არ გვაქვს, ესე ვთქვათ, ეროვნული მეხსიერება, ან ეს ეროვნული მეხსიერება არის ფრაგმენტული, ან არის დაზიანებული ძალიან და აი აქედან გამომდინარე რუსული პროპაგანდა, რუსული, ესე ვთქვათ, რბილი ძალა, უხეში ძალად მათ შორის, ხო, რბილი ძალა და უხეში ძალად მათ შორის მუშაობს ისევ იმავე მეთოდებით, რომელიც აქვს გამოცდილი თვითონ, კარგად გამოცდილი და ჩვენ არ ვიცით ეს. ანუ ეს არის მთავარი პრობლემა და ასე ვთქვათ, დისკუსიის საკითხი, როცა ამ თემას დავით, ლუსტრაცია ხშირად ისმის ხოლმე ჩვენ გარშემო ეს სიტყვა და შეიძლება მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არ იცის სიზუსტით და რომ გავაგებინოთ, რაზე საუბრობთ. თქვენ დაასახელეთ ან გამოსავლის ერთ-ერთ გზად, ხო? ის სხვა ქვეყნების მაგალითები რომ ავიღოთ, ლუსტრაცია რას გულისხმობთ ამაში და რომ წარმოვიდგინოთ, რომ ერთ დღესაც პოლიტიკური ნება იქნა და მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რა მოხდება მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში? ეს რატო გაგვაძლიერებს, როგორ დაგვეხმარება, რომ პირობითად წულუკიანი იქნება თუ სხვა გვარის მაღალჩინოსანი, როცა ესეთ რაღაც აშკარა ტყუილს გაავრცელებს და ეცდება, რომ საზოგადოება დააჯეროს, ლუსტრაცია რაში დაგვეხმარება, რომ ჩვენ ეს მარტივად აღარ მივიღოთ ეს ტყუილი? ხო, აი როგორც
წინა ეპიზოდში ვამბობდით, ლუსტრაცია არ ნიშნავს მარტო კგბ-ს კარტოტეკების, ასე ვთქვათ, გამომზეურებას და აგენტურის, ასე ვთქვათ, სიების გასაჯაროებას, ეს არის ერთ-ერთი ძალიან პატარა კომპონენტი. ანუ ეს არ არის ამ ადამიანების უბრალოდ, ასე ვთქვათ, შერცხვენა მათ შთამომავლობისთვის ამის შეხსენება. ახლა ცოტა ესეთი სევდიანი ამბავი არის, შეიძლება ესეთ ბრჭყალებში ან ისე პირდაპირ ვთქვათ, რა ხდება, ხო? ანუ ერთ-ერთი ინფორმაციით, რომელმაც 2011 წელს გამოჟონა, ასე ვთქვათ, აი ამ სისტემიდან, იყო რა, რომ 2011 წელს დადგა კგბ-ს არქივების ლუსტრაციის საკითხი. ანუ ეს პროცესი, რომელზეც საუბრობთ, რომ დაძრული იყო, მაგრამ ძალიან ნელ-ნელა ვითარდებოდა, ანუ ესე ვთქვათ, დასავლური სახელმწიფოების რეკომენდაციით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მივიდა რაღაც ლოგიკურ გაგრძელებამდე თუ არა დასასრულამდე, რომ კგბ-ს არქივების სრული ლუსტრაცია უნდა მომხდარიყო, ანუ რაღაც ასე ვთქვათ პროცესები დაძრული იყო, გაციფრულების მათ შორის ჰუერის ინსტიტუტი იყო ძალიან აქტიურად ჩართული ამ საკითხში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მაშინ ესე ვთქვათ წინასწარ გამოჟონა ინფორმაციამ აი ამ ასე ვთქვათ სისტემიდან, რომელიც ჯერ კიდევ ესე ვთქვათ გახსნის პროცესში იყო, რომ კგბ-ს 1991 წლის მონაცემებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ყავდა 22,000 აგენტი. ნუ ვიღაცები ამბობენ, რომ 100,000 აგენტი იყო, რა თქმა უნდა, ეს ახლა სრული აბსურდია, მაგრამ ეს მოცემულობა, რომ 22,000 აგენტი ყავდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს, ანუ იგივე კგბ-ს საქართველოში და რაც გულისხმობდა ცენტრალური აპარატის აგენტურას და არა ავტონომიური რესპუბლიკების აგენტურას, რომელიც ეს ცალკე, ასე ვთქვათ, შიდა სისტემა სტრუქტურა იყო პროფესორად, ეს არის კატასტროფულად დიდი რიცხვი, ანუ 22,000 აგენტი საქართველოს მასშტაბის ქვეყანაში ძალიან დიდი არის ისედაც, შეუდარებლად დიდი შეიძლება ითქვას, თუმცა რა ვიცი, ეხლა ეს რომ მაშინ მომხდარიყო ეს ლუსტრაცია 90-იან წლების დასაწყისში, შეიძლება ბევრ უბედურებას გადარჩენილიყო ეს ქვეყანა, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით რამდენის შესახებ ვიცით ამ 22,000-დან დაახლოებით მაინც? არაფერი არ ვიცით, არა თუ აგენტურის შესახებ, არამედ იმ ადამიანების შესახებაც ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოიპოვებთ საჯარო სივრცეში, ვინც მუშაობდა კგბ-ში, როგორც ოფიცერი, როგორც თანამშრომელი, ოფიციალური თანამშრომელი სისტემის, ხო? მათ შესახებაც ეს ინფორმაცია არ არსებობს, ამ ქართველი კგბ-შნიკი, როგორც ხშირად ვიტყვით ხოლმე, ანუ საერთოდ არ არსებობს, ხო? და თუ გვეცოდინება მერე რა მოხდება ეს ოპტიმიზმი, რომ ესეთი ამბავი არის, რომ არ ვიცით ეხლა ის ადამიანები, ვინც 1991 წლის მდგომარეობით იყვნენ აქტიურ, ასე ვთქვათ, სამსახურში, როგორც აგენტურის, ესევე პერსონალის თვალსაზრისით, მათი უმრავლესობა შეიძლება დღეს ცოცხალიც აღარ იყოს. აი დარჩენილი ნაწილიდან უმრავლესობა ასევე არის ალბათ უკვე უფუნქციო, ასაკიდან გამომდინარე და იმ დროიდან გამომდინარე, რაც გავიდა მას შემდეგ. ეს შეიძლება აღარ იყოს ესეთივე ეფექტური, ესე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი მშენებლობისთვის, რაც თავისთავად მოხდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში პირველივე, ასე ვთქვათ, პერიოდში საბჭოთა რეჟიმის კრახის შემდეგ და ამან, ასე ვთქვათ, შეიძინა ძალიან ეფექტური მნიშვნელობა, მაგრამ ეს უკვე ფაქტობრივად ისტორიული განზომილებაა, ხო? ამ ყველაფრის გასაჯაროება იქნება გამოცდილება. არ არის ეს არავის მიზანი არ არის, რომ ვინმე კონკრეტული ადამიანის, ესე ვთქვათ, საქმეში ჩაძვრეს, ან ის გამოფინოს და რაღაც, ესე ვთქვათ, манипуляციისთვის გამოიყენოს. არა, ეს ამის ღიაობა არის გამოცდილების შეძენა და იმის გააზრება, თუ როგორ მუშაობდა ტოტალიტარული საოკუპაციო რეჟიმის ყველაზე, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მანქანა, ანუ უშიშროების სისტემის მანქანა. ანუ ამაზე არის საუბარი. ნუ ესეც არის ძალიან, ესე ვთქვათ, როგორი საკითხი, ხო? ეს რაზეც საუბრობთ, არის ერთ-ერთი კომპონენტი და ძირითადად, ანუ კგბ-ს არქივის გახსნა და მის ილუსტრაცია გულისხმობს რას? რომ ხელმისაწვდომი იყოს, შეიქმნას ქოლგა, ესე ვთქვათ, სახელმწიფოს მიერ კარგ პირობებში, რაც არის, ესე ვთქვათ, მომავალში სავარაუდო, რომ ის არ იყოს დაქვემდებარებაში ისეთი სისტემების მხრივ, ესეც აი ეს იმ პრობლემამდე მივედით, რომ ის არის დაქვემდებარებული, ანუ კგბ-ს და კომუნისტური პარტიის არქივი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული და ეროვნული არქივი არის იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, ხო? მცირე დაფინანსებით, დიდი წნეხით ამ არქივზე, ისე როგორც ის პერსონალზე, ანუ სახელმწიფო სტრუქტურების
მხრიდან და ანუ ეს უნდა გამოვიდეს ზუსტად აი ამ სისტემიდან, რომელიც შეიძლება თქვას დემოკრატიულ ქვეყნებშიც და დიდი გამოცდილების დემოკრატიის ქვეყნებშიც კი მიდრეკილი არიან, რა თქმა უნდა, რაღაც კონფიდენციალურობისკენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასე შემდეგ და აქ ყოველად შეუძლებელია რომ ასე ვთქვათ გამართულად იმუშაოს აი ამ სისტემა მის რა თქმა უნდა გამოვიდეს აი ამ სისტემიდან და უნდა შეიქმნას ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი, ან დემოკრატიული, ასე ვთქვათ, და უფრო ასე ვთქვათ, თავისუფალი ქოლგის ქვეშ უნდა იყოს, რომ ის გადაიქცეს რესურსად და გამოცდილების გააზრების, ესე ვთქვათ, საშუალებად. ხო? ანუ ეს არის მნიშვნელოვანი. რა დამოკიდებულება არსებობს ამის მიმართ ამაზე ვისაუბრეთ, რა შეიძლება მომხდარიყო 2024 წლის შემდეგ, რომ არა ტოტალური გაყალბება და მიტაცება ხელისუფლების, ამაზეც შეუძლია ვისაუბროთ, ხო? ანუ სოვლაპთან მემორანდუმი გააფორმა, ეს არ არის, ესე ვთქვათ, კონფიდენციალური ინფორმაცია, საჯარო ინფორმაცია ქართული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ, ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი და ასე შემდეგ და მათ შორის იყო ლელოც, მათი წარმომადგენლები იყვნენ. აი ამ სამმა პარტიამ, ასე ვთქვათ, გააფორმა მინუს გახარიას პარტია, რომელიც არ მოვიდა და ასე ვთქვათ, 1000 მიზეზი მოიგონა, რომ აი ამ მემორანდუმზე ხელი არ მოეწერა. აი ამ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც ძირითადი პოლიტიკური პარტიები იყვნენ, 2024 წლის არჩევნების წინ თქვეს და ასე ვთქვათ, ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პირველივე ნაბიჯი რაც იქნებოდა ზუსტად ამ არქივების ილუსტრაცია, ამ არქივების გახსნა და გასაჯაროება და ხელმისაწვდომების, ესე ვთქვათ, საშუალების მიცემა ფართო საზოგადოებისთვის და საუბარი აღარ არის კვლევარებზე და შექმნა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის, როგორც იქნებოდა ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი. ნუ შემდეგ რაც მოხდა ხო, ნუ გასაგებია რომ მე ეს აღარ არის საჭირო, იმიტომ ყველა მიცის ძალაში ვერ შევიდო და ეს მემორანდუმი. მათ შორის ერთ-ერთი ვინც ამ დოკუმენტს მოაწერა ხელი ზურაბ ჯაფარიძე ციხეშის, ეხლა პოლიტიკური პატიმარი არის და პროცესი სამწუხაროდ ისე უკან მიდის, არათუ ამ არქივების და ამ საშუალების, ამ აუცილებელი საშუალების ჩვენი ეროვნული მეხსიერების აღდგენისთვის გასაჯაროებაზე და ხელმისაწვდომობაზე ესაუბრ პირიქით, როგორც ვამბობ, ეს ჩაკეტილია და კიდევ უფრო გაურკვეველი ხდება ის მოცემულობა, რაც ამ საარქივო სივრცეებში ეხება. თავით, მოკლედ თქვენი საუბრიდან როგორც გავიგე, მთავარი გამოსავლის გზა არის უახლესი ისტორიის შემთხვევაში ამ უახლესი ფაქტების, მათ შორის ომების დაწყების, დასრულების შესახებ ფაქტების მუდმივი გახსენება. ის რაც რეალურად არსებობს და ჩვენ აქეთა მხარეს ამის გამოგონება არ გვჭირდება, მაგრამ წარსულის შესახებ გამოსავალი გქონიათ ეს ილუსტრაცია და ამის გასაჯაროება. არ არის აუცილებელი მარტო საარქივო დოკუმენტები, რომ ეს გზამკვლევი არის. ანუ ეს არის ყველაზე კარგი საშუალება, რომელიც ადამიანს, რაზეც საუბრობთ, ერთგვარ იმუნიტეტს უქმნის და მით უმეტეს სპეციალისტ, თორე 2008 წლის ომი როგორ იწყებოდა, ანუ ამ ასე ვთქვათ, ამბების მოძებნა, ასე ვთქვათ, ღია სივრცეებში შეიძლება, ღია წყაროებიდან შეიძლება და ამ ომის თავარი დამნაშავის ვლადიმერ პუტინის საჯარო განცხადებაც კი არსებობს, როგორ დაიწყო ამ ომის და ამ ინტერვენციის დაგეგმვა 2006 წლიდანვე, რომ ის საკუთარი პირით ამბობს, რომ გენერალურმა შტაბმა 2006 წლიდან დაიწყო საქართველოში შეჭრის და ინტერვენციის მომზადება, იმიტომ რომ ხედავდნენ, რა თქმა უნდა, აქედან მარტივია დასკვნის გამოტანა, რომ საქართველოს მკვეთრი ნაბიჯებით მიდიოდა დასავლეთისკენ, ამის შეჩერება, ესე ვთქვათ, იმ ჰიბრიდული ომით, რასაც დღეს აწარმოებს რუსეთი და რაც მისთვის ძალიან, ესე ვთქვათ, მომგებიანია ხშირად, ამით ვეღარ ხერხდებოდა შეჩერება აი ამ საქართველოს სulis დასავლური სტრუქტურებისკენ და ცივილიზებული სამყაროსკენ და ანუ ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც გამოსავლად მიიჩნია რუსეთმა და ეს თვითონვე ვლადიმერ პუტინმა თქვა ამ ომის თავარმა და არა მარტო ამ ომის სხვა ომის, რომელიც დღესაც ესე ძალიან ძიმედ ვითარდება და უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიყვარულის და ამ ომების დამნაშავე ვლადიმერ პუტინმა თქვა თვითონვე, რომ აი ამ ყველაფრის შესაჩერებლად 2006 წლიდან დაიწყო დაგეგმვა რუსეთის გენერალურმა შტაბმა საქართველოში ინტერვენციის და ოკუპაციის აი ამ პერიოდის ღია წყაროებიდანაც ძალიან მარტივად შესაძლებელი არის ბევრი, ესე ვთქვათ, დასკვნის გაკეთება და ასე ვთქვათ, კომპეტენტური რაღაც ანალიზის გაკეთება, ხო? არ არის აქ მარტო არქივები საჭირო, არქივები არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი კომპონენტი და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ
ფაქტებს, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, ბევრი, ესე ვთქვათ, ღია წყაროც ძალიან მუდმივი შეხსენება ალბათ და იქამდე სანამ პროპაგანდა დაგვასწრებს წინასწარ რო ვიყოთ ხო, მოკლედ. ანუ ეგ როგორც თქვენ თქვით, არის იმუნიტეტი თავარი რომ გამოსავალი, გამოვიმუშავოთ და ჩვენ თავისუფალმა საზოგადოებამ უნდა შევქმნათ ჩვენი დღის წესრიგი, ანუ ეს არ არის ესე ვთქვათ არც ჩემი გამოგონილი, არც არავის, ეს არის აზრი, რომელიც ყველას აქვს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ დღის წესრიგი და პირიქით არ უნდა ვიყოთ რეაგირების და პასუხისგაცემის რეჟიმში, თორე ბევრი რესურსი აქვს და დავიღლებით ესე პასუხისგაცემით და ხდება ხოლმე ხშირად ესეც ბევრი ადამიანის ფრუსტრაცია და უიმედობაში ჩავარდნა ზუსტად იმით არის გამოწვეული, რომ ხარ მუდმივად მოპასუხის რეჟიმში, როდესაც ეს წითელ ნაჭერს აგიფრიალებს და შენ ამაზე ესე ვთქვათ რეაგირებ, ხო? ანუ ერთხელაც უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე და იმ აზრამდე, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ის დღის წესრიგი, რაც არის სიმართლე და რისი როგორც ვთქვით, ძებნად არის გამოგონებას არ გვიწევთ, იმიტომ რომ უამრავი რესურსი არსებობს ამისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს თუ რა და როგორ მოხდა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. იმედია, რომ თქვენი ეს აზრები გათვალისწინებული იქნება ოდესმე, მათ შორის ამ ლუსტრაციის და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტთან დაკავშირებით, რაც უკვე ვიცით, რომ წარმატებული მაგალითია. კი ბატონო. მადლობა, ვინც ბოლომდე გვიყურეთ და გვისმინეთ. დაელოდეთ პოდკასტ აი გამოსავალის მორიგ ეპიზოდებსაც.